სურვილითა ქრისტესითა იღვაწე ყოვლად სამღვდელო სპირიდო. გონება იფრთოვან ხავდა ბრწყინვალებითა საღვთოთა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ. ღმრთივ სულიერო, რამე თუ მსხვერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ და კადნიერად მეოხარ ჩვენ ყოველთათვის. ამინ. დღეს ახალი სტილით 25 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა სპირიდონს, ტრიმიფუნტელ ეპისკოპოსს, საკვირველთ მოქმედს, ღირს იოანეს, ზედაზნის წინამძღვარს, სარკინოსთაგან წამებულს, წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრეს, წმინდა მოწამე სინეზის. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობები შემოგვინახეს წმინდა სვიმეონ მეტაფრასტმა, სოზემონმა და სოკრატეს სქოლასტიკოსმა. მათი ნაშრომებიდან ვიგებთ, რომ წმინდა სპირიდონი კუნძულ კვიპროსზე დაბადებულა და თავდაპირველად მწყემსი ყოფილა. თავისი მცირედი შემოსავლით ცოლშვილის გარდა შეჭირებულ ახლობლებსა და გლახაკებს ეხმარებოდა. უფალ მამას სასწაულთ მოქმედების ნიჭი მიმადლა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნეტარს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ იგი მონაწილეობდა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც მან სასწაული მოახდინა, რათა დაერწმუნებინა ურჯულო არიოზი, რომ ღმერთს გმობდა. წმინდანმა მოითხოვა აგური. ჯვარი გადასახა, ხელი მოუჭირა და იქიდან ცეცხლი და წყალი გადმოვიდა. თავად აგური კი თიხად იქცა. წმინდანმა განუმარტა მწვალებლებს, რომ როგორც აგურში თანამყოფობდნენ ცეცხლი, წყალი და თიხა, ასევე თანამყოფობდნენ წმინდა სამებაში მამა, ძე და სული წმინდა. უამრავ სასწაულს აღასრულებდა წმინდა სპირიდონი. კუდრეთით აღადგენდა მიცვალებულებს, სნეულებს კურნავდა, ლოცვითა და რწმენით ბუნების სტიქიებს იმორჩილებდა. წმინდა მწყემსთავრის ცხოვრებიდან ასეთი საკვირველი ამბავია ცნობილი. დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახლს დაკანცული მწირი მიადგა. ნეტარმა ასულს უთხრა ფეხები დაებანა და ტრაპეზი გაემზადებინა სტუმრისთვის. ქალიშვილმა მამას შესჩივლა, რომ არც პური ჰქონდათ და არც ფქვილი. მაშინ წმინდა მღვდელმთავარმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და შენახული დამარილებული ხორცი შეაწვევინა გოგონას. მიიწვიეს მწირი ვახშამზე. ნეტარმა ხორცის ჭამა დაიწყო, სტუმარმა კი იუარა. ქრისტიანი ვარ და ხორცს ვერ ვეხმევო. მაშინ წმინდანმა უთხრა მწირს, მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა ყოველივე წმიდა არ წმიდათათვის. სოკრატეს სქოლასტიკოსი წმინდა სპირიდონის მწყემსური ცხოვრებიდან ასეთ ამბავს იხსენებს. ერთხელ ქურდებმა განიზრახეს წმინდანის ცხოვრების მოპარვა. მათ ღამესცადეს თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება, მაგრამ ფარეხში გადაპარულები მეხსეულად უჩინარმა ძალამ იქვე შებოჭა. დილით ნეტარი ფარასთან მივიდა. ავაზაკები გაათავისუფლა და ტკბილის სიტყვით უდიდესი სიყვარულით დაანახა თავიანთი არასწორი ცხოვრება. მან ქურდებს თითო ცხვარიც აჩუქა. შეინანეს ავაზაკებმა და გადაწყვიტეს საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. მრავალი ამგვარი კეთილი საქმე აღუსრულებია ამ წყემსთავარს. წმინდა სპირიდონი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 348 წელს. ნეტარის წმინდა ნაწილები გარდა მისი მარჯვენა ხელისა კუნძულ კორფუზე განისვენებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფარო სრულიად საქართველო. ამინ. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებას. ვულოცავთ ჩვენი ერის სულიერ მამას ამ დღეს და ვუსურვებთ სულიერ და ხორციელ სიფრთხილეს. უფალმა მიხმადლოს მას მრავალჟამიერი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, სხალთის მთავარ ეპისკოპოს სპირიდონს, ბერად აღკვეცისას წმინდა მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელი ეწოდა. ვულოცავთ მაღალ ყოვლად უსამღვდელო ეს მეუფეს ანგელოზის დღეს, ვუსურვებთ სულიერ და ხორციელ სიმართლეს.